თუ აქტიური სოციალური მედიის მომხმარებლები ხართ, ერთ ინფორმაციას აუცილებლად შეამჩნევდით ამ ბოლო დღეებში. საზარელი მგლები დაბრუნდნენ პირველი საზარელი მგლის ყმული 10,000-ობით წლის მანძილზე და ასე შემდეგ. და საქართველოშიც ვისაც არ დაეზარა ყველამ ვიდეო ჩაწერა. მოკლედ ყველასთვის არ მეყურებია, მაგრამ ვის ვიდეოსაც უყურებ, ყველას ვამჩნევ, რომ უბრალოდ აისბერგის ზედა ნაწილში არიან. ანუ მათ ინფორმაციას ცოტა სიღრმე აკლია. სწორედ ამიტომ დღევანდელ ვიდეოში განვიხილავთ დაბრუნდა თუ არა რეალურად საშინელი საზარელი მგელი, მგელსაზარე როგორც კიდე დაუძახეთ და რატომ არის ეს უფრო დიდი განაცხადი მეცნიერულ სამყაროში, ვიდრე ეს თქვენ გონიათ. მოკლედ არსებობს ასეთი კომპანია სახელად კოლოსალური ბიომეცნიერება. ისინი სხვადასხვა ინფორმაციების მიხედვით მუშაობდნენ ტასმანიური ვეფხვის და მატლიანი მამონტის დაბრუნებაზე. ამ დღეებში ზემოთ მოხსენიებული კომპანია აქვეყნეს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მათ დააბრუნეს ასე ვთქვათ საზარელი მგელი. მაგრამ მართლა ასეა? პასუხი არის კი და თან არა. მოკლედ ასეთ დაბნეულობა რო არ გამოვიწვიოთ, მოდით თეორიულად დავხსნათ, როგორ ხდება ცხოველის გადაშენებიდან დაბრუნება. მარტივ ენაზე რო ვთქვათ, პირველი ნაბიჯი ამ ყველაფრისკენ არის ცხოველის დაუზიანებელი დნმ-ის ნიმუში. ან ყოველ შემთხვევაში კარგად შემონახული მაინც. მე ნახულობ, რომელი არსებული ცხოველია ყველაზე ახლოს ამ არსებასთან, რომლის აღდგენაც გინდა. მოკლედ ამ ყველაფრის შემდეგ გადაშენებული არსების აღსადგენად საჭირო იქნება შეიქმნას მისი ემბრიონი. და მოთავსდეს უკვე არსებულ ცხოველში, რომელიც გენეტიკურად რაც შეიძლება გავს ამ ემბრიონს. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მამონტის ემბრიონის ჩასმას აპირებენ ინდურ სპილოში, რადგან ისინი გენეტიკურად შედარებით ახლოს არიან. მოკლედ ამ თეორიით ვაწყდებით რამდენიმე პრობლემას. პირველი პრობლემა ის იყო, რომ საზარელი მგლის ესეთი დნმ-ის ნიმუში შემონახული არ ქონდათ. ამიტომ ცოტა სხვა ხერხებს მიმართეს. აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიამ ერთ-ერთი საერთაშორისო კვლევიდან იშოვა საზარელი მგელის კბილი და ყურის ძვალი და ამ ორიდან გამომდინარე დნმ-ი თანმიმდევრულად შეკრეს. ამათ მათ საშუალება მისცა შეედარებინათ რუხი მგლისა და საზარელი მგლის დნმ-ი. შემდეგ მათ გამოიყენეს ეგრეთ წოდებული გენის ჩასწორების ტექნოლოგია. და რუხი მგლის დნმ-ში დაახლოებით 20 ცვლილება შეიტანეს იმისთვის, რომ ის უფრო საზარელი მგლისთვის დაემსგავსებინათ. რუხი მგლების გენეტიკაში შეცვალეს ზომა, გახადეს უფრო დიდები, ასევე თავი გაუგანიერეს და კიდევ თეთრი გახადეს მათი ბეწვი. მერე ეს გენეტიკური მატერიალი ჩადეს შინაური ძაღლის კვერცხუჯრედში. ასე მანამ იყო, სანამ ემბრიონი არ ჩამოყალიბდა. ემბრიონის ჩამოყალიბების შემდეგ ეს ემბრიონი თვითონ სრულად ძაღლებში ჩასვეს და დაახლოებით 62 დღის მერე მგლები გაჩნდნენ. 2024-ის ოქტომბერში დაიბადნენ ტუბი მგლები რომელუსი და რემუსი და 2025-ის იანვარში კიდევ ერთი ლეკვი გახდა, რომელსაც კალესი დაარქვეს. კარგი, გავიგეთ, შექმნეს 3 საზარელი მგელი და რა არის აქ პრობლემა. პირველ რიგში ყველა ამ საკითხში გარკვეულს ის გაუკვირდებოდა, რომ გამოიყენეს რუხი მგლის დნმ-ი. რადგან რაც უნდა აბსურდულად ჟღერდეს, საშინელი მგლები არ იყვნენ. მოდით ყველაფერს ცოტა უფრო ჩაუღრმავდეთ. საზარელი მგელი 12-13 წლის წინ გადაშენებული ცხოველის სახეობაა. მას პრინციპში ყველა ენაზე ეძახიან მგელს. თუმცა 2021 წელს მისი მიტოქონდრიული დნმ-ის გამოკვლევისას მეცნიერებმა ეგეთი რაღაცა შეამჩნიეს. ის დაახლოებით 5.6 მილიონი წლის წინ არის გამოყოფილი მგლების ოჯახიდან. ზოგი მეცნიერი საზარელ მგლებს ძაღლისებრების შუქშიც საერთოდ არ განიხილავს. რადგან ზემოთ მოხსენიებული 2021 წლის კვლევის მიხედვით ამათ არ შეეძლოთ ჰიბრიდების გაკეთება, რაც რეალურად კოიოტისა და მგლის გავს კანიდებს ჩვეულებრივად შეუძლიათ. ყოველ შემთხვევაში მგელსაზარა გენეტიკურად იმდენად განსხვავებული იყო, რომ დღევანდელ კანიდებთან ჰიბრიდებს უბრალოდ ვერ შექმნიდა. შეიძლებოდა ეს მისი გადაშენების ერთ-ერთი მიზეზიც ყოფილიყო. ზოგჯერ ცხოველები გადაშენებისგან თავის ასაცილებლად სხვა სახეობას ერწყმიან და ზოგჯერ ახალ სახეობებსაც ქმნიან, თუმცა როგორც ჩანს საზარელი მგლისთვის ეს ვარიანტი არ ყოფილა. ამ ყველაფრის შემდეგ ჩდება ლოგიკური კითხვა. თუ რუხსა და საზარელ მგელს შორის ამხელა განსხვავება იყო, მართლა შეცვლიდა თუ არა რამეს დნმ-ის მოდიფიკაცია. უბრალოდ რამდენად გადააქცევდა რუხ მგელს საზარელ მგლად. ამის გაგება დღესდღეობით ძნელია, რადგან ისედაც ძალიან ცოტა ინფორმაციაა გამოშვებული ამ ყველაფერზე. თვითონ კოლოსალური ბიომეცნიერების ექსპერტების თქმით, რუხი მგელი და საზარელი მგელი იზიარებენ დნმ-ის 99.5%-ს. ეს ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ სანამ გავიხსენებთ, რომ ადამიანებს და შიმპანზეებს დნმ-ის 98.8% იდენტური აქვთ. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ მგლის დნმ-ში დაახლოებით 2.4 მილიარდი ნუკლეოტიდური წყვილია, რაც 99.5%-ით იდენტურობის შემთხვევაში ძალიან ბევრ განსხვავებას ტოვებს. როგორც თქვი, რუხი მგლის დნმ-ში სადღაც 20 ცვლილება შეიტანეს და იმასაც დავამატებ, რომ ამ 20-დან 5 არაფერ შუაში არ იყო საზარელ მგელთან. ეს 5 იყო დაფუძნებული მუტაციაზე, რომლის შედეგადაც რუხი მგელი თეთრი ხდება შეფერილობით. ანუ გამოდის, რომ რეალურად ამდენად განსხვავებული რუხი მგელის გენში მათ შეიტანეს 15 ცვლილება. ამ ყველაფერს მივყავართ იმასთან, რაზეც თავიდანვე დავეჭვდი. მათ რუხი მგლების დნმ-ის მოდიფიცირება გააკეთეს ისე, რომ გამოჩენილიყვნენ როგორც საშინელი მგლები, ანუ გარეგნობით დამკვენებოდნენ მათ. ამას ემატება ისიც, რომ ამ გარეგნობის ნაწილი თავად მოიგონეს.
ამაში იმას გულისხმობ, რომ საზარელი მგელი ფიზიკურად რა ფერის იყო არ ვიცით. ეგ კი არა შეიძლებოდა ზოლები და კოპლები ქონოდა და იგიც არ გვეცოდინებოდა. ამ ბოლო დროს ყველაფერს აშავებენ და რაღაც მგელი გაათეთრეს. მოკლედ ეს ცხოველი შეიძლება გავდეს გადაშენებულ საზარელ მგელს, თუმცა საზარელი მგელი ნამდვილად არ არის. ექსპერტები ამაზე დაობენ, არის თუ არა ეს რეალურად საზარელი მგელი, თუმცა უმეტეს შემთხვევაში იძახიან, რომ სუბიექტურია. გააჩნია გარეგნობით აფასებს ჯიშებს თუ უფრო გენეტიკურად. და ამ ბოლო დროს უფრო გენეტიკურად რო აფასებენ ის ნათელია. ამის მიუხედავად პრინციპში ექსპერტებმა შექმნეს ახალი სახეობა, რაც მაინც ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ამ სამყაროში. თუმცა იცოდეთ, რომ რომეულსიც, რემუსიც და კალისიც არიან 99.9%-ით რუხი მგლები. მოდით ერთი-ორი სიტყვით ვახსენებ იმასაც, რა პოტენციალი აქვს ამ ყველაფერს. ექსპერტები თავისივე თქმით, ამ ყველაფერს მაინც და მაინც მარტო ცხოველების დასაბრუნებლად არ აკეთებენ. ისინი იღებენ პრაქტიკას, ასე ვთქვათ, რომ მომავალში აიცილონ თავიდან ცხოველების გადაშენება. ამის ყველაზე კარგი მაგალითი ის არის, რომ კოლოსალურ ბიომეცნიერებებში აპირებენ, რომ მოახდინონ წითელი მგელის გენეტიკური დივერსიფიკაცია. ანუ წითელი მგლები იმდენად ცოტანი არიან დარჩენილი, რომ მათ შორის გამრავლებამ შეიძლება დეფექტები გამოიწვიოს. ამასთანავე ალბათ გემახსოვრებათ, რომ ჩრდილოური მარტოხე გადაშენდა ცოტა ხნის წინ. აი დღევანდელი მონაცემებით უკვე შეიძლება ეგეთი რაღაცეები აღარ დაუშვან. ყოველ შემთხვევაში ცადონ მაინც გამოსწორება. ფათაშორის ეს სტარტაპი აპირებს ჩრდილოური თეთრი მარტორქის დაბრუნებასაც. და მამონტს რაც შეეხება, მამონტის ამბები უკვე რამდენიმე წელია ტრიალებს სოციალურ ქსელში. თუ მოახერხებენ და მამონტს დააბრუნებენ, სავარაუდოდ გვექნება საქმე ყველაფერი იგივესთან, უბრალოდ გარეგნობით იქნება მამონტი, მაგრამ დნმ-ით უფრო სპილო იქნება. ახლა განვიხილოთ, რატომ იყო ეს ყველაფერი იმაზე დიდი განაცხადი, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. კოლოსალურმა ბიომეცნიერებამ ფაქტიურად ამ აღმოჩენით თუ აღმოჩენა შეიძლება დავარქვათ, თქვა, რომ მათ გაჩიფრეს გენეტიკური კოდი. ყოველ შემთხვევაში ჩემი სუბიექტური აზრით ეგრე იქნებოდა აფრიკული ტურისგან რომ გამოიყვანეთ ერთ-ერთი საზარელი მგელი. მაგრამ როგორც ჩანს დნმ-ის მოდიფიკაცია ასე კარგადაც არ შეუძლიათ, იმიტომ რომ აფრიკულ ტურს აშკარად რაღაცა ვერ გაუგეთეს. როგორც მე მივხვდი, ესენი აკეთებდნენ მუტაციების რეპლიკაციას. მაგალითად აიღეს რუხი მგელი, რომელიც შეფერილობით თეთრი იყო და მისი მუტაციის ასე ვთქვათ რეპლიკაცია მოახდინეს. ასევე აიღეს ერთი, რომელიც დიდი გაიზარდა ზედმეტად და ამის რეპლიკაციას მოახდინეს. და ჩემი აზრით 20 ცვლილება ამაზე იყო დაფუძნებული. ჩემი აზრით გამოიყენებდნენ კიდეც აფრიკული ტურისკენს, უბრალოდ ისეთი მუტაცია ვერ იპოვეს, სადაც აფრიკული ტურა მაგხელა იზრდებოდა. ანუ რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, ბუნებისმიერ რაღაც დოდით მაინც შეზღუდულები არიან. აქ არ არის გენეტიკური კოდის გაშიფრვა არ ფიგურირებს. გენეტიკური კოდის გაშიფრვა არის ყოველს დიდი განაცხადი, რაც შეიძლება გაკეთდეს, იმიტომ რომ მაგალითად წარმოიდგინეთ 10 წელში თქვენი შვილის სიმაღლის და რაღაცა თვისებების შერჩევა რო შეგეძლოთ. მაგას მოდით თუ გავუყურებთ, იმიტომ რომ ძალიან მეცნიერული ფანტასტიკაა, ეგ რომ შეგვეძლოს, ანუ ფიზიკურად არ ვიცით როგორ ჩამოყალიბდება. გარემო ფაქტორებსაც გენეტიკის მსგავსად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლა ვერ დავუბრუნდეთ ჩვენ საზარელ მგლებს. მოკლედ ამ წამს ისინი არიან რამდენიმე ჰექტარ მიწაზე, რომლის ადგილმდებარეობაც გასაგები მიზეზების გამო არაა ცნობილი. თვითონ ექსპერტების თქმით, მათ გამრავლებას არ აპირებენ, რაც მაიჯობს, რომ ამ მგლებს საერთოდ გამრავლების უნარი არ აქვთ. და აქამდე მიყავდა საქმე მთელი ვიდეოს განმავლობაში. შეიძლება ეს იყოს უბრალოდ ერთჯერადი ჰიბრიდი. ან რაც გნებავთ, ის დაუძახეთ. და რომ ცდებოდე და მათ შეეძლოთ გამრავლება, მათი ბუნებაში გაშვება სავარაუდოდ სასიკვდილო იქნება. ბოლო-ბოლო ნადირობა და გადარჩენა თავშით რო ისწავლონ, რაღაცა დაავადება მოგლავს ჩემი აზრით. მეჯობა, რომ გენეტიკური კოდის ხელოვნურად მოდიფიცირებას რამე გვერდითი მოვლენები არ ქონდეს. ახლა რაც შეეხება ხალხს, რომელსაც შეიძლება რომ ხვალზე სამსახური გზაზე დინოზავრი ამოეკიდება. დღევანდელი ტექნოლოგიებით ეს ისეთი ვირტუალია, როგორც სინათლის სიჩქარით წასვლა. აქ არის ორი ძალიან დიდი პრობლემა. ერთი, რომ დინოზავრების დნმ-ს ფიზიკურად ვერ იპოვით ალბათ. პრინციპში შეუძლებელია, მაგრამ რაღაცა სასწაულით მაინც რო იპოვო, ან ქათმისგან მოგიწევს კლონილება, ან ნიანგისგან, როგორც ახლა გააკეთეს. ანუ გამოდის, რომ ახალი დინოზავრის ჩვენ თვითონ გენეტიკურად აწყობასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე დინოზავრების დაბრუნებასთან. რაც რა თქმა უნდა წარმოუდგენლად რთული რაღაცა, ანუ სიტყვებით ვერ გადმოიცემა ეს ერთ რთულია. ყოველ შემთხვევაში ესეა თუ რაღაცა სასწაული კვლევა არ გამოვიდა მომავალში და არ გადაატრიალა მთელი სამყარო. მოკლედ რომ შევაჯამოთ სახლიდან გასვლას დინოზავრი არ გამოგეკიდებათ, მაგრამ მაინც რობოტებს უთხროდით. მოკლედ ამ ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვ და თუ მოგეწონათ ის თხოვს რომ დალაიქოთ და გამოიწვევთ არხი, ასევე დატოვოთ კომენტარი, რადგან ესეთი ვიდეო პრინციპში პირველია ჩემს. ასევე ყველას გილოცავთ აღდგომის წვინვალი დღესასწაულად. ვიდეოს რამე იდეების თუ იღებთ ეგეთ ტრადიციულად დამიწერეთ და შევხვდებით მომავალ ვიდეოში.